როგორ აზიანებს ივანიშვილის პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ საგარეო ინტერესებს? ამის შესახებ საუბარს განვაგრძობთ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან თინა ბოკუჩავასთან. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ცხადია, 4 წელი ომიდან არის ჩვენთვისაც, მსოფლიო მედიებისთვისაც მთავარი სასაუბრო თემა. სწორედ ომთან დაკავშირებით გამოიცა ბრიტანეთის სანქციები. გამოვიდა, რომ ქართველი პროპაგანდისტები პირდაპირ რუსეთის სამსახურში არიან. რა პოლიტიკური განაცხადი იყო ეს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ რუსულ საქმეს აკეთებს არამხოლოდ რეჟიმი, არამედ ასევე ის პროპაგანდისტული მანქანა, რომელზეც მნიშვნელოვანწილად რეჟიმი დგას. და ამას სხვა შორის მე ყოველთვის ვამბობდი ხოლმე, მათ შორის, როდესაც სანქციებზე იყო საუბარი, იქნებოდა ეს დიდ ბრიტანეთთან მიმართებაში, ევროკავშირთან მიმართებაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ გვესმის რომ სამივეგან, ასე ვთქვათ, განსხვავებული სასანქციო რეჟიმი და სასანქციო პოლიტიკა, მათ სხვადასხვა ტიპის ბერკეტების გამოყენება შეუძლიათ, მაგრამ მათ შორის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორჯერ ლონდონში ვიზიტის დროს, როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ზედა თუ ქვედა პალატაში თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სწორედ ამას ვუსვამდით მუდმივად ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასანქციო პოლიტიკის ხაზის შენარჩუნება კონკრეტულად ლონდონთან, იმიტომ რომ ის არ არის შეზღუდული იმ კონსენსუალური გადაწყვეტილების მიღების წესებით, რითიც შეზღუდულია ევროკავშირი, სადაც ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვიქტორ ორბანის სახით რეალურად ერთადერთი მოკავშირე ყავს დარჩენილი ევროკავშირში, თუმცა თავად ორბანის ბედი, ასე ვთქვათ, ჰაერშია გამოკიდებული მოსალოდნელი არჩევნების გამო და შესაბამისად შესაძლოა ევროკავშირიც გაცილებით უფრო ქმედით უნარიანი გახდეს მათ შორის სასანქციო პოლიტიკის ნაწილში. თუმცა ამ ეტაპზე ყოველთვის ვამბობდით, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ლონდონი და ეს ჩვენი მოლოდინი და ამგვარი ფოკუსი, ასე ვთქვათ, ლონდონზე და დიდ ბრიტანეთზე გაერთიანებულ სამეფოზე გამართლდა იმ თვალსაზრისით, რომ მათ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ქმედითი სანქციები ამოქმედეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის პირველი სანქცია, რომელიც ქმედითში რას გულისხმობთ, რა ტიპის ეფექტს ელოდებით, მოისმენდით დღევანდელ განცხადებებს, მე ბატონ გიორგისაც ვკითხე ეს, რომ როდესაც ცდილობს პროპაგანდაც, ქართული ოცნებაც და შეიძლება აქტუალობის ნიშნის დასმაც, ზოგჯერ პროპაგანდისტებად თავად ოცნების სპიკერები გვევლინებიან ხოლმე, გააუფასურონ მოკლედ ეს სანქციები, რა რეალური დარტყმა შეიძლება იყოს ეს უკვე განხორციელებული და გაგრძელებას თუ ელოდებით? ელისო, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ისინი ბუნებრივია ეცდებიან ამ სანქციების და მათი ეფექტიანობის გაუფასურებას, თქვენ ძალიან სწორად აღწერეთ ის მოლოდინი, რაც უნდა გქონდეს, რატომ? უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ მაინც რაღაცნაირად შეაგულიანონ და ცრუ ილუზიები შეუქმნან იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან იმედთან და პოზიტივისთან, ეს ერთი, მეორე ბიზნესმენებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ მათი მუდმივი მხარდაჭერის გარეშე ჩამოეშლება უბრალოდ ეს რეპრესიის მანქანა, იმიტომ რომ საგარეო საკრედიტო ხაზები მას პრაქტიკულად სრულად გადაკეტილი აქვს ამ სასანქციო პოლიტიკის გამო და ჩვენ ხედავთ, რომ მათ შორის ეს დაჭერებიც და ვითომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ შენიღბული სინამდვილეში თავისიანებიდან ფულის ამოღების პრაქტიკაც სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ რეალურად ივანიშვილს ძალიან სერიოზული ფინანსური გამოწვევები აქვს ამ რეპრესიული მანქანის შენარჩუნებისთვის იმ იზოლაციის პირობებში, რომელამდეც მისი რეჟიმი მივიდა. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ამას ასევე უნდა დაუპირისპიროთ სიმართლე, უნდა საქართველოს მოქალაქეებს ესმოდეთ, ყველა ადამიანს, ვისაც კი რაიმე კავშირი აქვს ტევ იმედთან, პოზიტივისთან, ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელმაც შესაძლებელია ხვალდაზე რეკლამა მიიტანოს იგივე იმედში და პოზიტივში, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ მათ. ასევე რა თქმა უნდა, ვერც ერთი იმედის და პოზიტივის თანამშრომელი ვეღარ მიიღებს ჩარიცხვით ხელფასს იმ თვალსაზრისით,
რომ არც ერთი ბანკი, ყოველ შემთხვევაში ლონდონის ბირჟაზე გასული ბანკი იქნება ეს TBC თუ საქართველოს ბანკი, სხვათა შორის რომლის პრეზიდენტით ემისრად ყავდა გაგზავნილი არჩილ გაჩეჩილაძეზე მაქვს საუბარი ივანიშვილს ლონდონში იმ ხვეწნით, რომ ივანიშვილის დასანქცირება გამოიწვევდა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს საქართველოში, რაც ჩამოანგრევდა ქართულ საბანკო სისტემას და ისინი თვლიან ალბათ, რომ გარკვეული დროით, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილებები ლონდონში გადაავადეს, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ლონდონიდან კიდევ ერთი სიგნალი უნდა იყოს ივანიშვილის გამოსაფხიზლებლად, რომ ეს ყულფი უფრო და უფრო ვიწროვდება, მისი კისრის ირგვლივ და საბოლოო ჯამში პირადად ისიც ვერ დააღწევს სანქციებს თავს. ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ ეს სამუშაოები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, რომ ეს სასანქციო პოლიტიკა გაგრძელდეს აუცილებლად და მათ შორის საბოლოო ჯამში თუ არ შეჩერდა ქვეყნის გრევა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, საბოლოოდ სამიზნე, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ივანიშვილი. ახლა რაც შეეხება კიდევ ბევრ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პრაქტიკულ გამოხატულებას, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კონკრეტულ სანქციებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის არის სატელიტის უფლებები, რაც რის მოპოვებაც ძალიან გაუჭირდება და აქაც ალტერნატივების ძიება მოუწევს პოზიტივის და იმედს. ასევე საერთაშორისო ლიცენზიები იქნება, ეს არ ვიცით, ცეკვავენ ვარსკვლავები თუ ნებისმიერი სხვა პროგრამა, რომელსაც ვიცი, რომ ტრადიციული დეზინფორმაციის მაყურებელიც არ უყურებს, ხო? შესაძლოა იკმარონ მაფიის ღამე. ხო, შესაძლოა, კი, რა თქმა უნდა და კიდევ ერთი ელისო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სოციალური ქსელი და ეს განზომილება. მეტა როგორი მოქმედებს? ჩვენ გვახსოვს, რომ არაერთი შემთხვევა იყო, მათ შორის მასობრივი ხასიათი ჰქონდა რამდენჯერმე მეტასგან ოცნებასთან დაკავშირებული უამრავი ათობით გვერდის საერთოდ წაშლა და თუ არა საერთოდ წაშლა, რომლამდეც ასევე ჩემი აზრით აუცილებლად უნდა მივიდეთ და ამაზე კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ, არამედ როგორც მინიმუმ ალგორითმის მხრიდან ამ პოსტების იმგვარად შეზღუდვა, რომ ეს რუსული საწამლავი, რომლითაც ადამიანების ცნობიერებას ყოველდღიურად წამლავენ ტყუილით და დეზინფორმაციით, ნაკლებ ადამიანამდე მივიდეს, იმიტომ რომ ხა მაგალითად ჩემ პერსონალურ მაგალითზე შემიძლია გითხრათ ელისო, სულ ცოტა ხნის წინ ეუთო საპარლამენტო ასამბლეაზე, როდესაც ევროპის სახალხო პარტიამ, ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ძალიან მტკივნეული რეზოლუცია მიიღო ივანიშვილისთვის ძალიან მტკივნეული, სადაც მათ შორის სანქციებზე იყო საუბარი და ასე შემდეგ, კონკრეტულად Facebook-ის, ანუ მეტას ამ სოციალური ქსელის გამოყენებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად თითქოს და ეს რეზოლუცია არ იყო მიღებული და 1000 გვარი სიბინძურით და ტყუილის კონკრეტულად პერსონალურად ჩემზე სულ რამდენიმე დღეში მარტო $10,000 იყო დახარჯული. ანუ წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე დღეში როცა ერთ ადამიანზე ამხელა თანხებს ხარჯავს დეზინფორმაცია და პროპაგანდა. რამხელა თანხებზეა იქ საუბარი, რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილმა იცის, რომ ერთადერთი რაზეც ეს რეჟიმი დგას არის შიში და შიშის დანერგვას ის ვერ ახერხებს ადამიანებში, რომლებიც დგანან რუსთაველზე, რომლებიც აქ იბრძვიან, იმიტომ რომ ესეც ბრძოლის ხაზია, თქვენაირი გამბედავი და პროფესიონალი ადამიანების ხაზით, ვერ აშინებს პოლიტიკოსებს, რომლებსაც აკრძალვით ემუქრება და დაჭერით და ბევრი მათგანი დაჭერილი ყავს და კიდე 15 წლიანი დამოკლეს მახვილის სახით სრულიად აბსურდული 42 ტომიანი საქმეა დადებული, კი არა და მიმდინარეობს ამის პროცესი, სხვათა შორის ზურაბ ჯაფარიძე მიხუმრა, რომ გონი ბრიტანული სანქციების გამო 56 ტომი დაგვემატაო. ყველა ხუმრობა შეიძლება ახდენს, ხო, რა თქმა უნდა, ნუ ხა ეს რა თქმა უნდა ძალიან ისეთი წარე ხუმრობაა, იმიტომ რომ მოცემულობაა ეს, რომ უამრავი ადამიანი სრულიად აბსურდული ბრალით დღეს პოლიტპატიმარია და საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მეტი პოლიტპატიმარია ვიდრე პუტინის რუსეთში, მაგრამ დაველოდოთ აი როგორ შეზღუდავენ პროპაგანდის არც რუსთაველზე მდგომები შეშინებულან, არც დაჯარიმებულები, არც დაკავებულები, არც ახლა პატიმრობაში მყოფები, მაგრამ ივანიშვილი მაინც შიშით ცდილობს ამ რეპრესიებით რაღაცნაირად კონტროლის აღებას და ქვეყნის დაჭერას და ეს შიში რაზე დგას? ეს შიში დგას პროპაგანდაზე, ტყუილზე.
და ამისთვის იყენებდა იმედს და პოზიტივს. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია გაერთიანებული სამეფოს. ცოტა ფართო სურათიც მინდა რომ განვიხილოთ, აი ეს სანქციები რისი ნაწილიც არის, ხო, რაც უკავშირდება რუსული ომის მანქანის შეზღუდვას, შეჩერებას. აქ ძალიან სერიოზული ეჭვებია რომ საქართველოს შესაძლოა ეხმარებოდეს სანქციების გვერდისავლაში. ყულევის თემა ვიცით როგორი ძალიან ლეგიტიმური კითხვების საფუძველი გახდა და ევროკავშირის პაკეტით შეიძლება მოყვეს. დღეს 4 წელი რაც გავიდა პუტინის შეჭრის შემდეგ უკრაინაში საქართველო აი როგორ პოზიციონირებს პარტნიორების თვალში. ვიხილეთ განცხადება მაგალითად პაპუაშვილის, სადაც კვლავ არის მითითებები იმაზე, რომ როგორი დაჩაგრულია ამ ომით უკრაინა, არის მითითებები იმაზე, რომ თითქოს შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან არიდება და მეხუთე წელი იწყება, რომ გამარჯვებას ვერ უსურვებს საქართველო მისი არალეგიტიმური ხელისუფლება უკრაინას. ვისკენ არის ივანიშვილი, მისი რეჟიმი ამ ომში, რას უჩვენებს დანარჩენ მსოფლიოს ამით, თუნდაც ამერიკას? ივანიშვილი და მისი რეჟიმი რომ რუსეთს კომაგობს, ეს მე მგონი აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, უბრალოდ სამწუხაროდ მოსახლეობის რაღაც ნაწილში ეს აიხსნება იმით, რომ ნებისმიერი სხვაგვარი პრინციპული, ეროვნული, პატრიოტული პოზიცია გამოიწვევდა ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გაჩენას საქართველოში და ამიტომ უწევთ ელჩებს ერთი მეორეს მიყოლებით იმის მტკიცება, რომ ევროკავშირი არის მშვიდობაზე დაფუძნებული ერთა გაერთიანება, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს ომი არ ყოფილა, იგივე მოლდოვას მაგალითის მოყვანა, რომელიც ახლა ბოლო დროს ყოველ შემთხვევაში ყველაზე ცხადი მაგალითი გახდა რუსეთისთვის ზურგის შექცევის და რუსეთის დამარცხების მათ შორის, იმიტომ რომ უდიდესი რესურსი, მრავალი ასეული მილიონი დოლარის რესურსი ჩადო ვლადიმერ პუტინმა მოლდოვას არჩევნებში, სადაც მოლდოველმა ხალხმა კვლავ ევროკავშირი აირჩია და იქაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ანალოგიური იყო პროპაგანდა, რომ თუ აირჩევთ ევროპას, მოლდოვას ჩაითრევენ ომში. აქაც იგივეს ამბობს ივანიშვილის ერთადერთი ხაზი, რომელიც მას გააჩნია, მას არ გააჩნია არანაირი ეკონომიკური ხედვა, იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა მას მხოლოდ კორუფცია დესმის და საკუთარი ჩინოვნიკების ჯიბეების გასქელებად, რომელსაც მერე დროდადრო დაიჭეს, რაღაც ფულს მოატანინებს და მერე ისევ ჩააბრუნებს ეკონომიკაში, ანუ სინამდვილეში კორუფციაში, ხო? კორუფციის ჭაობში. არანაირი ხედვა არც ერთ სხვა საკითხზე არ აქვს, ხა სასაცილოა ნებისმიერი სხვა საკითხი, რომლის განხილვასაც ისინი ვითომ შინაარსობრივად იწყებენ. ხა იგივე დემოგრაფიულ კრიზისზე ჯერ კიდევ როდის ვსაუბრობდი, მახსოვს მე პირადად არაერთი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, როდესაც ციფრებზე ვსაუბრობდით, მათ შორის კონკრეტულ სოციალურ პროგრამებზე, რომელიც აუცილებელია ამისთვის და ასე შემდეგ. და ეხლა დაიწყეს ოღონდ ამაზეც კომიკურად, ანუ არც ერთ საკითხზე შინაარსობრივად საქართველოს მოქალაქისთვის არ შეთავაზება, მათ არ შეუძლიათ ისინი დგანან მხოლოდ პროპაგანდაზე და რუსეთის დგომა რას აკარგვინებს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ უკრაინა უკვე გადასულია მოლაპარაკებების ეტაპზე, ქართულმა ოცნებამ გამიზნულად გააჩერა ეს არჩევანი, ის ფანჯარა, რომელიც გაგვიხსნა უკრაინამ ჩვენ ევროინტეგრაციის დაჩქარების კუთხით, ჩაიკეტა უკვე რას გვაკარგვინებს? უკრაინამ გაგვიხსნა გეთანხმებით ნამდვილად უკრაინის ამ თავდაუზოგავმა და გმირულმა ბრძოლამ, რომელმაც გარდაქმნა ტრანსფორმაცია მოახდინა გეოპოლიტიკის და მოცემულობის და შესაძლებლობების აქედან გამომდინარე. თუმცა ეს ჩვენც მოვიპოვეთ ელისო, არა მე ან ნებისმიერმა სხვა პოლიტიკოსმა და კომიკურიც იქნება, რომ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ეს მიიწეროს, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქემ, კი, ქართველმა ხალხმა პირადად აქვს, აი ნათქვამი ურსულა ფონ დერ ლაიენს საჯაროდ ისევე როგორც პირად შეხვედრაზე, რომ ეს ხალხი, ანუ რუსული ოცნების სახით ასე არ მოიხსენია, მაგრამ მე რა თქმა უნდა ასე მოვიხსენიებ, არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ
გამოვავლინეთ ქართული ხალხის მხარდაჭერა მათ შორის კანდიდატის სტატუსით, მაგრამ რა გააკეთა ივანიშვილმა კანდიდატის სტატუსი გადააგდო ნაგავში და მას შემდეგ ყველაფერი იქნა იმისთვის, რომ ეს ფანჯარა ჩაიკეტა, ეს ფანჯარა ჩაკეტილია და სამწუხაროდ ამ მიმართულებით არანაირი პოლიტიკის ცვლილება თუ აქ რამე არ შეიცვალა, სამწუხაროდ არ იქნება და თუ რაიმე ცვლილება იქნება მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით და აქ გულისხმობ უვიზო მიმოსვლას და ამასაც ორი სიტყვით მინდა შევეხო და რატომ? იმიტომ რომ აქაც მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებს რუსული ოცნება თითქოს და რომელიმე ოპოზიციონერი და ჩემი მიმართ პერსონალურად ძალიან ხშირად მომიხსენია ეს ბრალდება რომელიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან თუნდაც ბრიუსელში ჩადის იმ მოთხოვნით, რომ შეწყდეს უვიზო მიმოსვლა. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ, ვინც აქ ცხოვრობს, ვისაც მეგობრები ყავს, ნათესავები ყავს, რა ვიცი, შვილები ყავს, ის მოითხოვოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს უზარმაზარი სიკეთე, რომელიც ქართველი ხალხის დამსახურებით ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გვქონდა, დავკარგოთ. ხო, ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი პირიქით, ყველა შეხვედრაზე ვიხვეწებით პირდაპირ გაგებით, რომ ეს სიკეთე არ შეჩერდეს, თუმცა იმიტომ რომ ვიქტორ ორბანის ვეტოს ივანიშვილი იყენებს სათავისოდ ევროკავშირს შესაძლოა სხვა მოქმედების მანევრი უბრალოდ არ დარჩეს და აქამდეც მივიდეს საქმე სამწუხაროდ. ამიტომ არის რომ დღედაღამ ლანძღავენ ევროკავშირს პაპუაშვილი და სხვა გნომები პროპაგანდისტები არიან, აბა რა არიან, აბა იმედი და პოზიტივის სხვა კი არაფერს აკეთებს და სხვათა შორის იმედის და პოზიტივის თათბირებს, აი როგორც ნებისმიერ ორგანიზაციაშია და დარწმუნებული ვარ რომ თქვენთანაც არის სადაც ჟურნალისტების და სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელები მონაწილეობენ სარედაქციო პოლიტიკის დაგეგმაში და ასე შემდეგ. იცით ვინ ატარებს? ბატონი მდინარაძე ტრუსკავეცი მდინარაძე, სუსის უფროსი, რომელიც გეგმავს აი პოზიტივის 1000 გვარ სიბინძურეს და ამიტომ სხვათა შორის აი პოზიტივის ჟურნალისტებიც ხომ მსმენია რა არა ეს დანამდვილებით ვიცი ელისო სარედაქციო პოლიტიკის შემიძლია დანამდვილებით გითხრათ რომ ბატონი მდინარაძე ატარებს თათბირებს თუ როგორ შეთხზან ეს ტყუილები, ეს დეზინფორმაცია, ეს მუდმივი სიძულვილის და ტყუილის კამპანია, რომელზეც იმედი და პოზიტივით დგას. ეხა უკრაინას რაც შეეხება უბრალოდ აი ორი სიტყვით თუ გვაქვს ამისთვის დრო, ესეც მინდა ვთქვა და რატომ? და რატომ? იმიტომ რომ აქაც ანალოგი მინდა დავინახოთ, ანუ მსგავსება, არამც თუ მსგავსება, არამედ იდენტურობა რეალურად ქართულ ოცნებას, რუსულ ოცნებას და პუტინის რუსეთს შორის. პუტინის რუსეთიც დგას ისევე როგორც ივანიშვილი, დგას პროპაგანდაზე. მაშინ, როდესაც ბრძოლის ველზე პუტინი ომს აგებს, ის ცდილობს, რომ საინფორმაციო ომი მოიგოს და ამით გაიმაგროს ზურგი მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის მთელი პუტინის სტრატეგია, იმიტომ რომ ხა რეალურად ციფრებს რომ შევხედოთ, სტატისტიკას რომ შევხედოთ და რეალობას და ფაქტებს რომ შევხედოთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ვლადიმერ პუტინი, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მოცემულობა არამედ ასევე საომარ მოქმედებებს რო შევხედოთ ახლა მაგალითად იმდროინდელი ლენინგრადიდან ბერლინამდე იმდროინდელი საბჭოთა არმია 15 თვეში ჩავიდა და მაშინ როცა პუტინს ბლიცკრიგის მოლოდინი ჰქონდა უკრაინაში მეხუთე წელია რეალურად და დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ბოლომდე აღებაც ვერ შეძლო და ერთ-ერთი ნატოს უშიშროების ოფიცერი საუბრობდა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ სადაც ამბობდა რომ დონეცკის რეგიონის ასაღებად დამატებით 18 თვე დასჭირდება რუსეთს ასე რომ გააგრძელოს ასე თქვა და 600,000 ჯარისკაცი უნდა შეეწიროს 30-დან 35,000 ჯარისკაცს კარგავს ყოველთვიურად 1,200,000 დანაკარგი აქვს ადამიანური პუტინს და ახლა ახალი თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ ნახე უკრაინის, სადაც ის იმაზე საუბრობს, რომ უნდა გაზარდონ ეს დანაკარგები რუსეთისთვის და უნდა აწიონ 35-დან 50,000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკრუტირების სიჩქარეს გადაუსწრებენ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 30,000-ზე მეტი ჯარისკაცის რეკრუტირებას პუტინი ფიზიკურად ვეღარ ახერხებს. რამაც უდიდესი კრიზისი შეიძლება, კი, ავტოკრატია, დიქტატურა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა იქაც ადამიანები არიან, ხო? კი ბატონო, ამაზე
ვრცელი ინტერვიუ გვაქვს გადაცემის მეორე ნაწილში ერთი კითხვაც მინდა გაგისადაღოთ იქნებ მოკლე პასუხი გამცეთ ბოლო დღეების უახლესი ამბები რაც დაგვეწევა რასაც მე ვარაუდობ და თქვენ შემისწორეთ თუ ვცდები არის მოსკოვის მექანიზმის ანგარიში რომელიც მოსალოდნელია რომ შესაძლოა უკვე მალე ვნახოთ ხვალ ევროპარლამენტში განხილვა სადაც ბიძინა ივანიშვილის საკითხიც არის ერთ-ერთი სამსჯელო თემა და 6-მა პარტიამ მიმართეთ ქიმიური მოწამვლის საკითხზე საზოგადოებას რომ დაიწყეთ მონაცემების შეგროვება. აი ამას რა შედეგი შეიძლება ქონდეს და როგორც ჩანს აი ეს ყბადაღებული რაღაცა ერთობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამ ფორმით გამოიხატა ყოველ შემთხვევაში. ხო, ну ბოლო ნაწილიდან დავიწყებ თქვენი კითხვის იმ თვალსაზრისით რომ პრინციპში ეს ებმის პირველ ორს ყველაზე მეტად სადაც ოპოზიცია ახერხებს თანამშრომლობას, კოოპერაციას, ყველა თვალსაზრისით, ჩემი აზრით, საკმაოდ ეფექტიანად და წარმატებით, ეს არის სწორედ საგარეო ფრონტზე და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მათ შორის სანქციების პოლიტიკა, ეს თუ საქართველოს საკითხის აქტუალობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ესეც გამოწვევა ხშირ შემთხვევაში, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა პარალელური კრიზისი ხდება მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში ბუნებრივია უკრაინა, მათ შორის ბევრი დადებითი განვითარებაც იგივე სომხეთი, აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილში და ამიტომ საქართველოს აქტუალობის შენარჩუნებაც კი გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და ვახერხებთ მუშაობას. იგივე რეჟიმის დელეგიტიმაცია და რეჟიმის არაღიარების საკითხი. სავიზო პოლიტიკაზე მუშაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქნება ეს ევროსაბჭოში საქართველოს პოზიციონირება, სადაც უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტია, იქნება ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო თუ სხვა ევროსაბჭოს ქოლგის ქვეშ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის სხვათა შორის ფინანსური, ეგრეთ წოდებული მანივალის და სხვა მექანიზმების სახით თუ ნებისმიერი სხვა. ამ თვალსაზრისით ოპოზიცია შემიძლია საკმაოდ თავდაჯერებით გითხრათ, რომ ძალიან ნაყოფიერად ახერხებს თანამშრომლობას და მუშაობას და ჩემი აზრით ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად იმ ადამიანების ვინც თავისუფლებას თმობენ მათ შორის პოლიტპატიმრების მათი ოჯახების იმ ადამიანების ვინც ამდენი ხანი არ დაიღალენ და რუსთაველზე დგანან იმ მათიც რომლებიც შაბათის მარშზე გამოდიანან თუნდაც ერთხელ გამოსულან ან მომავალში გამოვლენ ერთობლიობაში ჩვენ ვახერხებთ და ჩვენი მუშაობით ჩვენს პარტნიორებთან იმას რომ საგარეო ფრონტზე კარგი პოზიციების შენარჩუნება შეძლოთ, თუმცა რა თქმა უნდა არასაკმარისი იმ თვალსაზრისით, რომ გაცილებით მეტი გვინდა, როგორც უკრაინას გაცილებით მეტი იარაღი სჭირდება მათ შორის თავდაცვის ნაწილში, იმიტომ რომ რუსეთის აღვირახსნილი სადისტური კამპანია ახლა კონკრეტულად უკრაინის ენერგოსისტემაზე მაგალითად ემსახურებოდა იმას, რომ ადამიანები, არ ვიცი, სიცივისგანაც კი დახოცილიყვნენ და ჰოლოდომორსაც კი ეძახიან ამას იმდენად მძიმე ვითარებაა მილიონზე ნახევარი მეტი ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა -20 ტემპერატურაში დარჩენილი, ხო? მართლა წარმოდგა საბოტაჟი და ნუ არ ვიცი ეს მკვლელი ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას იმეტებს სიკვდილისთვის მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს ვითომდა და რუსებს ერთ ხალხს ეძახის, ხო? აი ესეც მეტყველებს რაოდენ სასტიკია ვლადიმერ პუტინი. მაგრამ როგორც უკრაინელებს მაგალითად ამ ენერგო ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად მეტი თავდაცვითი იარაღი სჭირდებოდათ, მაგრამ ვერ მიიღეს რამდენიც სურდათ და მაგრამ აგრძელებენ ბრძოლას საერთაშორისო ფრონტზე, იმიტომ რომ როგორც საომარ ასე ვთქვათ ხაზზე უკრაინელები ასევე გამალებით იბრძვიან და ძალიან ეფექტიანად დიპლომატიურ ასპარეზზე და ეს ამ ბრძოლაში ჩვენც წარმოებთ და მათსავით, რა თქმა უნდა, ჩვენც მეტი გვინდა. იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისგან არა მხოლოდ სასანქციო პოლიტიკის შენარჩუნება, რაც უკვე ძალაშია ივანიშვილთან მიმართებაში, რომლის მოხსნაც ვერანაირად ვერ მიაღწია ივანიშვილმა და მინდა გითხრათ, რომ ბრიტანეთის ამგვარი მოქმედებები უნდა სიგნალი იყოს ივანიშვილისთვის, რომ იმ ტრანსატლანტიკური და ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს, გამორიცხულია
და 180 გრადუსიანი ცვლილება მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როცა ბრიტანეთს ამგვარი პოზიცია აქვს. ამიტომ ამყოფებენ სრულ ილუზიაში, ამიტომ ატყუებენ ივანიშვილს, როცა ამდენი ხანი აძლევენ სრულ მოლოდინებს, რომ სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები მოიხსნებოდა და ის დაიბრუნებდა იმ $1 მილიარდ, რომელიც ორი სხვადასხვა სასამართლო განხილვის შედეგად თვლის, რომ მას ეკუთვნის, ხო? მაგრამ ამ ქვეყნის მომავალი მას არ ეკუთვნის. ჩვენი შვილების ბედი და მათი მომავალი მას არ ეკუთვნის და ეს ვერ გააცნობიერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის თამაში ეს შეიძლება მიღწევადიც იყოს დგება იმ გამოწვევის წინაშე, რა გამოწვევის წინაშე ჩამოვთვალეთ იმის გარშემო. კი, ამ თემების გარშემო უკვე თანამშრომლობთ და მე მხოლოდ მივესალმე იგივე მოსკოვის მექანიზმი ახსენეთ, რომლის საბოლოო ანგარიში მე როგორც მახსოვს, ხო, ამ კვირაში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად უნდა იყოს, ჩვენ გასულ კვირას გვქონდა საერთო შეხვედრა. ეს სიახლეა მაყურებლისთვის, თუ რაიმე კონკრეტული მომხსენებელთან, მე რატომღაც 24 მახსოვდა, უბრალოდ შეიძლება არასწორად ჩაბარების ხო, ჩაბარების თარიღია და შემდეგ ბრიფინგი უნდა იყოს ვენაში, ხო, და მაგრამ ანგარიში უკვე დაწერილია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება უმძიმესი ანგარიში, ბუნებრივია ჩვენ მივაწოდეთ მომხსენებელს ძალიან დეტალურად ინფორმაცია იმ პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, აქტივისტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების წინააღმდეგ, პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ძალიან კარგად იყო ინფორმირებული ქიმიური იარაღით, მასიური მოწამვლის ცნობებთან დაკავშირებით. და ის ფაქტი, რომ თავად BBC-ს გამოძიების შედეგია ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია, ესეც მე მაშინაც თქვი და ახლაც ამას მინდა გაუსვა ხაზი, რა თქმა უნდა დაკავშირებულია იმასთან, რომ ბრიტანეთის მხრიდან სასანქციო პოლიტიკა გრძელდება, თუმცა ძალიან მოკლედ ვიტყვი ელისო ერთ რამეს, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია ის, რომ რუხაძე გავიდა იმედიდან, რასაც რა თქმა უნდა მე სანქციებს უკავშირებდი, სხვა სპეკულაციები იყო, მაგრამ რა თქმა უნდა სანქციებს უკავშირებდი და ასევე ვიქტორ ჯაფარიძეც დაიწერა, რომ შესაძლოა გადარჩენ, მაგრამ რის ფასად? რა ინფორმაცია მიაწოდეს გაერთიანებულ სამეფოს იმის სანაცვლოდ, რომ შესაძლოა რამდენიმე კვირით ადრე სწოდნოდათ სანქციების შესახებ და თავი გადაერჩინათ წილების გასხვისების ხარჯზე. აი ამაზე ვიფიქრებდი აუცილებლად. ძალიან კარგი ივანიშვილის რიტორიკული კითხვა დატოვეთ. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაპატიეთ, მაგრამ ვირთხები გარბიან გემიდან, რომელიც იძირება და კიდევ ძალიან ბევრი გასცემს ივანიშვილისთვის ძალიან მტკივნეულ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებზე. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დიდი მადლობა, ვუსმენთ თინა ბოკუჩავა.